2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საერთაშორისო ტურიზმიდან 1,970 მილიონი დოლარი შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,8%-ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში საქართველოში უცხოეთის მოქალაქეებმა 2,800,000-ზე მეტი ვიზიტი განახორციელეს, რაც წლიურად 4,6%-იან ზრდას წარმოადგენს. შესაბამისად, ერთი ვიზიტის დანახარჯი საშუალოდ $701 ადგენდა. რაც შეეხება დანახარჯებს, ქვეყნების მიხედვით 2 მილიარდი დოლარიდან ყველაზე მეტი თანხა $308 მილიონი საქართველოში რუსი ვიზიტორების დანახარჯებს წარმოადგენდა. რუსი ვიზიტორების რაოდენობა ამავე პერიოდში 591,000 ადგენდა. შესაბამისად, ერთი ვიზიტის საშუალო დანახარჯები $529 შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ევროკავშირის ქვეყნების ვიზიტორები, მათი რაოდენობა 200,000 იყო. შესაბამისად, ერთი ვიზიტის საშუალო დანახარჯი $1,371. ასევე მაღალმხარჯველი ვიზიტორები ყავს საქართველოს ისრაელიდან, საიდანაც ერთმა ვიზიტორმა წელს $1,412 დახარჯა. თურქეთის მოქალაქეთა დანახარჯები კი $484 შეადგენდა. ტურიზმს უნდა დაუთმოთ მომდევნო რამდენიმე წუთი და მოვიკითხავთ შედარებით არატრადიციულ ტურისტულ რეგიონში მოღვაწე კომპანიას მერებაშვილის მამული, რომელიც ღვინის ტურიზმის მიმართულებით 10 წელიწადზე მეტია მუშაობს, ტრადიციულ ქართლის ღვინოს ამზადებს და ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ინვესტიცია ბიზნესის გაფართოების მიმართულებით განახორციელეს. მეც მოგვიყვება შალო მერებაშვილის მამულის დამფუძნებელი. შალო, მოგესალმები, მადლობა შენი ჩართვისთვის. მოგესალმები ბექა, მადლობა ამ საშუალებისთვის, რომ მომეცა დრო და საშუალება რომ ჩაგერთოთ სტუდიაში. პირველ რიგში მიმდინარე წელზე მინდა დასაწყისში მოკლედ გავასწროთ მაყურებელს მერებაშვილის მამული და შემდეგ ვისაუბროთ წლევანდელ წელზე როგორ მიდის წლევანდელ წელი, რა გეგმები ჰქონდათ და ასრულებთ თუ არა ამ გეგმებს. კეთილი. დავიწყებ იქიდან, მერებაშვილის მამული მდებარეობს შიდა ქართლის ერთ-ერთ ძირძველ ქალაქში, კასპში. ჩვენი მეღვინეობა 2012 წლიდან ჩართული არის ღვინის გზის პროგრამაში, რის შემდეგაც დადგმული არის საგზაუნიშნები. შესაბამისად, ჩვენთან მოსულ სტუმარს შეუძლია 2012 წლიდან მობრძანდეს, დააგემონოს ქართლის ღვინოები, გაეცნოს ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციას. თუმცა 2012 წლის შემდეგ 2018 წელი იყო ის წელი, როდესაც უკვე აქტიურად ჩავერთეთ მთელი ოჯახი, ასევე დავასაქმეთ თანამშრომლები და აქტიურად დავიწყეთ ტურისტულ კომპანიებთან, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობა და ჩვენს მამულში სტუმრების საერთაშორისო ვიზიტორების მიღება გამასპინძლება. დიახ, კი ბატონო, დღეს რა სერვისებია, რასაც მერებაშვილის მამული სთავაზობს ვიზიტორებს და ვინ არიან ძირითადად ვიზიტორები, რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ თქვენს მამულს? მიღება გამასპინძლებასთან ერთად წელს უკვე ჩვენს მამულს დაემატა პატარა მცირე ზომის სასტუმრო 6 ოთახით, რომელიც გათვლია 14 სტუმარზე ჯამში და შესაბამისად წლევანდელი წლიდან უკვე ჩვენთან მოსულ სტუმარს თავაზობთ ასევე განთავსების სერვისს. აქ შეუძლია სტუმარს როგორც ვენახის დათვალიერება, საკოლექციო ვენახის დათვალიერება, ისე ქართლის ტრადიციული მარნის მონახულება, სხვადასხვა კულინარიულ მასტერკლასებში მონაწილეობის მიღება, ვინოების დაგემოვნება და ასე შემდეგ. ტურისტული ნაკადები ძირითადად შარშანდელ წელს თუ შევადარებთ, შარშანდელი წელი განსაკუთრებული წელი იყო, იმიტომ რომ ჯამში 40 ქვეყნიდან ჩამოსულ 5,000-მდე საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლებდა ჩვენს მარანში. ეს მაშინ, როდესაც განთავსების სერვისი ჯერ კიდევ არ ჰქონდა. წლევანდელი წელი გამოირჩევა და განსხვავდება წინანდელი წლისგან იმით, რომ ჯავშნები წელს უფრო სპონტანური ჯავშნები ჭარბობს, ვიდრე რუსული კომპანიებიდან წინასწარ თვეებით ადრე შემოსული ჯავშნები. ამაზე ალბათ სხვადასხვა პოლიტიკური გარემოება და ზოგადად საერთაშორისო სიტუაციაც მოქმედებს და გარემოებები. თუმცა წლევანდელი წელი კარგად მიმდინარეობს, საკმაოდ დატვირთულები ვართ. დღესაც მაგალითად სამ სხვადასხვა ჯგუფს მასპინძლობ ჩვენს სტუმრებთან ერთად. კი ბატონო, შალვა, რა ტიპის ღვინოებს აყენებთ, აწარმოებთ? ეს არის ნატურალური ღვინოები, როგორც ვიცი, ქართლის ავთენტური ჯიშები. მხოლოდ მარანში ხელმისაწვდომი თუ გაქვთ საექსპორტო მიმართულებაც, რამხელაა თქვენი წარმოება? დავიწყებ ჩვენი ვენახებიდან, რომელიც გაშენებული გვაქვს კასპის რაიონის სოფელ ოკამში. მუშაობთ ადგილობრივ ჯიშებზე მხოლოდ და მხოლოდ. ეს არის თერთყურძნიანი ვაზის ჯიშებიდან ჩინური და გორული მწვანე, შავყურძნიანი ვაზის ჯიშებიდან გვაქვს თავკვერი და ერთ-ერთი კიდევ გამორჩეული და უნიკალური ვაზის ჯიში შავკაპიტო. ვაწარმოებთ 6 სახის ღვინოს ჯამში. აქედან 4 არის
ქვევში ტრადიციულად დაყენებული ჭაჭაკი ღვინოები, ხოლო ორი ევროპული მეთოდით დაყენებული რეალიზაციას ძირითადად უკეთებთ ადგილზე, როდესაც ადგილზე მოსულ სტუმარი აგემონებს ღვინოებს და გამოთქვამს სურვილს, რომ შეიძინოს და წაიღოს ღვინო, ხოლო 2000 პანდემიის შემდეგ უკვე გაგვაქვს გერმანიაში ექსპორტზე ჩვენი ღვინოები და შარშან უკვე პატარა შეკვეთა ტოკიოში, იაპონიაში გავაგზავნე. კი ბატონო, მე რამოდენიმე ხნის წინ ვიმყოფებოდი მერებაშვილის მამულში. მე ვახსენე, რომ არატრადიციული შეიძლება ტურისტული რეგიონია და მიმართულება, თუმცა ინშალლა მოახერხა და იქ შესანიშნავი მამული განავითარა. თუმცა გარშემო ასეთი ტიპის ობიექტები მე ვერ შევამჩნიე ყოველ შემთხვევაში, არ არის მაინც და მაინც განვითარებული. ეს ხელს ხომ არ გიშლის საომალო განვითარებაში, იმიტომ რეალურად როდესაც რეგიონში ბევრია განვითარებული ასეთი ტურისტული მიმართულება, ცხადი ინტერესიც მეტია, მეტი ტურისტი მიდის და მე იქ მიდის უკვე შიდა კონკურენციის საკითხები. რა ხდება რეგიონში ტურიზმის კუთხით შალვა და შენ როგორ უყურებ განვითარების რა პერსპექტივაა, რომელიც შეიძლება რომ გამოიყენონ ადგილობრივებმა? ზოგადად არა მარტო კასპიის რაიონი და ჩვენი ქალაქი, არამედ შიდა ქართლს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. მინდა გითხრათ, რომ მართლაც თიძე ჩამოსათვლელი არის ესეთი მეღვინეობები, სადაც აქტიურად ეწევიან სტუმრის მიღება გამასმიძლებას და დახვედრას. მინდა გითხრათ, რომ ჯანსაღი კონკურენცია ყველასთვის სასარგებლოა, მათ შორის ჩვენთვისაც და გამიხარდება რაც მეტი ოჯახი, რაც მეტი ბიზნესმენი დაინტერესდება ამ სფეროთი, უფრო მეტად განვითარდება, რადგან უფრო მეტად ცნობადი გავხადოთ ჩვენი რეგიონი და შესაბამისად უფრო მეტად მოვიზიდოთ სტუმრები. რა აფერხებს ამ განვითარებას, ძირითადი ფაქტორები რა არის? ალბათ ისევ და ისევ საჭირო არის მეტი დროის, მეტი ფინანსების ჩადება პოპულარიზაციის გაზრდისთვის ჩვენი რეგიონის სხვადასხვა გამოფენებში, სხვადასხვა ფესტივალებზე მიღება და გატანა ჩვენი პოტენციალის რაც გვაქვს არა მარტო მეღვინეობის კუთხით და მევენახეობის კუთხით, არამედ ასევე კულტურული ტურიზმის კი ბატონო. გასტროტურიზმის კუთხით. კი ბატონო. ბოდიში ბექა დავამატებ იმასაც, რომ აი ჩვენი მარანი ზუსტად შარშან დასახელდა 10 საუკეთესო მეღვინეობას შორის სოფლიოში ღვინის არაცნობადი რეგიონებიდან. უნებურად რამაც ძალიან გაგვახარა და რაც ძალიან გვიამაყება. კი ბატონო. დაწმუნებულია კიდე იქნება ასეთი წარმატებები. მინდა კითხო ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ეს თემა ყოველთვის იყო ხოლმე მაღალხარჯველიანი ტურისტების ასე ვთქვათ ხარისხი ამ მიმართულებით. განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც საქართველოს აღარ არის იაფი ტურისტული მიმართულება, ჩვენ გვჭირდება მაღალშემოსავლიანი ტურისტები, რომელიც არა მარტო რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს აფასებენ, არამედ აფასებენ იმ სერვისსაც, რომელსაც ქართული კომპანიები სწევენ, რომელსაც ქართული კომპანიები დებენ, ადამიანები დებენ მათ საქმეში ამ შემთხვევაში. შენი დაკვირვებით მერებაშვილის მამულის მაგალითზე, რომელი მიმართულებებია, ასე ვთქვათ, პრიორიტეტული, რომელი ტურისტები არიან უფრო მაღალმხარჯველიანები და ამ ნაწილში ხარისხიანები, ასე ვთქვათ, ჩვენი ქართული ტურისტული ბიზნესისთვის. აღნიშნავ იმას, რომ ჩვენი მამულის კარები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ვიზიტორისთვის ერთნაირად და თანაბრად არის ღია. თუმცა მაინც ვიტყვი იმას, რომ კიდევ და კიდევ წინა წლიდან სტატისტიკიდან გამომდინარე გეტყვით, რომ პირველ ადგილას ჩვენთან მოსული სტუმრებიდან იყვნენ ეს გერმანულენოვანი ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები, ავსტრია, გერმანია, შვეიცარია, შემდეგ უკვე მოყვებოდა პოლონეთი, ჩეხეთი, სკანდინავიის ქვეყნები და სწორედ აი ამ სტუმრების მაგალითზე გეტყვით, რომ არიან მაღალმხარჯველიანი სტუმრები, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცნობად მივაწვდით ბოლომდე დეტალურ ინფორმაციას ჩვენ სერვისზე, ჩვენს პროდუქტზე. რაც ვთავაზობთ, ვინ ვართ, ის ავთენტური გარემო, რაც ჩვენთან ხვდება სტუმრებს, ძალიან მნიშვნელოვანია და ის პროდუქტი კიდევ რასაც ჩვენ ვაწვდით, როგორც ბუნებრივი ღვინო, ტრადიციულად დაყენებული, ასევე ჩვენი გარემო და ჩვენი მიღება. ეგ ინფორმაცია შეიძლება ბევრს მიაწოდა, მაგრამ საქმე ის არის, ვინ დააფასებს ამ ყველაფერს და ვინ არ დააფასებს. ამ შემთხვევაში იმისთვის, რომ ცნობადობა ამ მიმართულების, თქვენი მიმართულების მაგალითად გაიზარდოს, მნიშვნელოვანია რაღაც გარკვეული ტიპის კამპანიების წარმოება იგივე გერმანულენოვან ქვეყნებში, რაც საკუთარი ასე ვთქვათ ხარჯებით გიწევთ, ხო, როგორც ვიცი. ამ ნაწილში რა ტიპის შეხიდება სჭირდება კერძო სექტორს? და ეს არის თუ არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იმისთვის, რომ მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ამ ქვეყნებიდან, ამ ბაზრებიდან, რომელიც მიზნობრივი უნდა იყოს.
ჩვენი როგორ თქვა მთავარი წინაღობა რაც არის ეს ის ფინანსური მხარე რომელიც ჩვენაირ ზომის მამულებს და მეღვინეობებს არ აქვთ რათა მიიღონ მონაწილეობა იმ საერთაშორისო გამოფენებში და ფესტივალებში როგორიც იმართება მაგალითად ევროპაში, ჩინეთში, იაპონიაში, ამერიკაში და ასე შემდეგ. აქედან ვისურვებდი რომ მეტი თანადგომა ყოფილიყოს არა მარტო ღვინის ეროვნულ სააგენტოს დააღნიშნო რომ adlobeli ვართ ბევრი რამისთვის, რაშიც გვიდგას გვერდში, მაგრამ თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან, თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან კარგი იქნებოდა რომ დაგხმარებოდნენ იმ კუთხით რომ ჩვენ მზად ვართ, როგორც ჩვენი პროდუქტი, ისე ჩვენი თავი გავიტანოთ ქვეყნის გარეთ, გავაცნოთ საერთაშორისო პუბლიკას, თუმცა ამ ყველაფერში გვჭირდება მხოლოდ ჩვენი ფინანსებით ვერ ვწდებით ამ ყველაფერს და ელემენტარული რომ ავიღოთ მაგალითად გერმანიაში დუსელდორფში ღვინის ფესტივალი როდესაც სტარდებოდა გამოფენა ფიზიკურად ვერ შევწდებით ელემენტარული იმ სტენდის ფასს რომ გადავიხადო და ის 3-4 დღე ჩვენაირი მეღვინეობა იდგეს იქ ამ ჩიქში უკვე გვჭირდება გვერდში დგომა როგორც სახელმწიფოს ისე ადგილობრივი თვითმმართველობის შალვა, მადლობა შენი ჩართულობისთვის საქმიან დილაში. წარმატებები მინდა გისურვო მერებაშვილის მამული, რომელიც კასპში მდებარეობს, რომელიც წელს უკვე სტუმრების მიღების საშუალება აქვს განთავსების კუთხით. მადლობა შენ ჩართულობისთვის და წარმატებებს გისურვებ კიდევ ერთხელ, როგორც ღვინის ტურიზმის, ასევე ზოგადად რეგიონის განვითარების კუთხით საქმიანობასაც სწევ და გასწევ მომავალში. შალვა მერებაშვილი იყო ჩვენთან ერთად საქმიან დილაში.